შეცვლის თუ არა ხეობას ხუდონჰესი გარემოს დამცველებისა და სვანების პერმანენტული აქციების მიუხედავად მისი მშენებლობა მთავრობისთვის ისევ პრიორიტეტია. ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აცხადებს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჰიდროელექტროსადგურების წინააღმდეგ აქციების გამართვით მეტი გრანტის მიღებას ცდილობს. ხუდონჰესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აქციები არა მარტო სვანეთში, დედაქალაქშიც იმართება. მორგი საპროტესტო აქცია ცოტა ხნის წინ თბილისში დასრულდა. დარჩება თუ არა სვანეთი უსვანეთოდ, გასულ კვირას უფლებადამცველმა თამარ გურჩიანმა ბლოგი გამოაქვეყნა, რომელიც წავიკითხე და მხოლოდ ერთ ნაწილზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. უფლებადამცველი რიტორიკულ შეკითხვას სვამს, თუ შეიძლება იორდანიის გარეშე წარმოვიდგინოთ, შუამდინარეთი უმდინარეებოდ, ხოლო წყლის ქალაქი უწყლოდ. მაშინ რატომ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ სვანეთი უსვანეთოდ? გვინდა თუ არ გვინდა სვანეთი? სწორედ ეს არის თანამედროვე საქართველოში ცხოვრები ნებისმიერი ადამიანის ისტორიული გამოწვევა. ციტატის დასასრული. ბლოგის ავტორი თამარ გურჩიანი მომბის შეკითხვებს უპასუხებს, გადაცემაში მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია და გვეტყვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის გიგანტური ჰესების მშენებლობა. ქალბატონო თამარ, ბატონო ემზარ, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები და დღისა და კვირის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით მოვისმენ ორივე თქვენგანის პოზიციას. მოდით, ბატონო ემზარ, თქვენი ნებართვის ქალბატონ თამარს დაუთმოთ პირველ რიგში სიტყვა. მან საკმაოდ მნიშვნელოვანი ბლოგი გამოაქვეყნა, როგორც უკვე მიაღვნიშნეთ, თუმცა ცალ შეუძლიათ თავისუფლების ვებგვერდზე გაეცნონ ამ ბლოგს. ქალბატონო თამარ, რატომ გადაწყვიტეთ გეთქვათ, რომ სვანეთის შესაძლოა უსვანეთოდ დარჩეს და ამ დროისთვის მოახერხეთ თუ არა უკვე თქვენი მამის დარწმუნება, რომ ჰესების მშენებლობა საზიანო იქნება ქვეყნისთვის? მე ვფიქრობ, მე ჩემი ოჯახის ყველა წევრის დარწმუნება მოვახერხე. პირველ რიგში უნდა გადაგიხადოთ მადლობა, რომ მომიწვიეთ და მე ნამდვილად არა ვარ არც ეკოლოგიის, არც ეკონომიკის ექსპერტი და ბუნებრივია, რაზეც ვისაუბრობთ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ადამიანური შეფასება და იმ ადამიანის შეფასება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ამ საკითხთან. იმიტომ რომ ეს არის სვანეთი არის ის ადგილი, სადაც ყველა ჩემი წინაპარი ცხოვრობდა და სადაც ჩემი მე-16 საუკუნის დროინდელი სახლი არის ახლა და ბუნებრივია, პირდაპირ არ არის ხუდონჰესის მშენებლობა ჩემს სოფელთან მაგალითად დაკავშირებული, მაგრამ მე ასე არ ვხედავ საკითხს, როგორც მაგალითად მედია ცდილობს, რომ წარმოაჩინოს. მედია და მთავრობა ცდილობს ეს პრობლემა წარმოაჩინოს როგორც ხაიშელების პრობლემა, რაც არის ფუნდამენტური შეცდომა. ამ საკითხის რედუცირებით ხაიშელებზე და ზოგადად ის ენაც, რომელსაც მედია იყენებს, მაგალითად უწოდებს სვანებს და ამით რაღაცნაირად გამოარჩევს დანარჩენი მოქალაქეებისაგან და მარგინალიზაციას აკეთებს ამ ჯგუფისა, უბრალოდ მიუღებელია. მე იმიტომ დავსვი ეს საკითხი, რომ ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქის პრობლემა, მიუხედავად იმისა, ის ცხოვრობს თუ არ ცხოვრობს სვანეთში, ან ცხოვრობს თუ არ ცხოვრობს ხაისში. პირველი ჩემი ასე ვთქვათ ეჭვი, რაც გამაჩნია ამ პროექტთან დაკავშირებით, ეს არის ზოგადად ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. იმიტომ რომ სვანეთი განლაგებულია მოგეხსენებათ ქვეყნის ისეთ ნაწილში, რომელიც ესაზღვრება რუსეთს არა და აი ესეთი პროექტების განხორციელება, როგორც არის ხუდონჰესი და ხუდონჰესთან ერთად თქვენ იცით, რომ სხვა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაც იგეგმება ენგურზე, გამოიწვევს ძალიან სერიოზულ არა მხოლოდ კლიმატურ ცვლილებებს. მეორე პრობლემა, რაც მე გამაჩნია ამ პროექტთან დაკავშირებით, ეს არის სოციალური, ასე ვთქვათ, საკითხი. ანუ როგორ ეპყრობა მთავრობა ადამიანებს, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ, როგორ ეპყრობა იქ მცხოვრებ ადამიანებს, იგივე ამჟამინდელი მთავრობა, თქვენ საუბრობდით, რომ წინა ხელისუფლების მსგავსად არ არის მოსახლეობის ინტერესები დაცული ამ მთავრობის პირობებში ამ საკითხთან დაკავშირებით. დიახ, მე სწორედ ამას მოგახსენებთ, რომ როგორც წინა ხელისუფლების დროს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები ჩაბრძანდებოდნენ სვანეთში საჯარო კონსულტაციების დროს და სრულად ცინიკურად ეპყრობოდნენ მოსახლეობას, ზუსტად ისევე ექცევა ახლანდელი, სხვათა შორის იგივე ენერგეტიკის მინისტრის იგივე მოადგილეები, ზუსტად იგივენაირად ექცევიან მოსახლეობას. მე ამაში რას გულისხმობ? მე თვალყური ვადევნე საჯარო განხილვებს, რომლებიც გაიმართა სექტემბერში ხაისში თუ თბილისში. საქართველოს მთავრობა არ ერიდება არანაირ ასე ვთქვათ ხერხს დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, რომელმაც თითქოს დაუყვავა ასე ვთქვათ ხაიშელებს და თქვა, რომ ხუდონჰესის აშენება პირდაპირ პროპორციულია ეკონომიკურ აღორძინებასთან და ამით ინტიმი
ინტიმიდაცია მოახდინა ამ მოსახლეობის, დამთავრებული იმით, რომ პოლიცია და მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლები ჩავიდნენ საჯარო განხილვის დროს ხაიში, მაშინ როდესაც ინვესტორს უნდა აეღო საერთოდ ეს პასუხისმგებლობა და ენერგეტიკის სამინისტრო არაფერ შუაში არ. გასაგებია, მთავრობას აქვს თავისი არგუმენტები, თუმცა არის მეორე მხარე, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბუნების დამცველები. რამდენად მყარი არის მათი არგუმენტები, რომ დაუპირისპირო მთავრობის პოზიციას, რათა მოხდეს შეჯერება, ან აშენდეს, ან არ უნდა აშენდეს უდონხესი. კი ბატონო, სანამ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გადავიდო და მინდა გითხრათ, რომ არამხოლოდ სოციალური, ასე ვთქვათ, ეფექტი არ აქვს განჭვრეტილი მთავრობას და ისევე აროგანტულად იქცევა როგორც წინა მთავრობა, არამედ როგორც არსებობს ეჭვები, არც ეკონომიკურ აღორძინებასთან ეს არ არის დაკავშირებული, იმიტომ რომ სინამდვილეში ის გამომუშავებული ელექტროენერგია ჯერ ეს ერთი საქართველოს უკვე გამოიმუშავებს იმდენ ელექტროენერგიას, რამდენიც მისთვის საკმარისია, მაგრამ გასაგებია, როგორც ენერგეტიკის სამინისტრო ამბობს, ეს არის ერთადერთი ბუნებრივი რესურსი, რაც ჩვენ გავგვაჩნია და ჩვენ ამისგან უნდა მივიღოთ სარგებელი, მაგრამ როგორც ჩანს, კომპანია ტრანსელექტრიკა, რომელიც არის სრულიად საეჭვო წარმომავლობის, ჩემი აზრით, საერთოდ არაპირებს იმას, რომ ჯერ ეს პირველი უფასოდ მოქცეს ეს ელექტროენერგია და შემდეგ თუ არ გვაძლევს უფასოდ, ესე იგი იმასაც მაინც მოქცეს, ეს იყოს მართლაც მომგებიანი. ბატონი ემზართან ვისაუბრებ. არგუმენტები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბუნების დამცველებს გააჩნიათ, თქვენთვის რამდენად მისაღებია. ორგანიზაციების სახელით მე რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მე პირადად დამარწმუნებს იმაში, რომ არც სოციალური ასპექტი, არც ეკონომიკური ასპექტი და ყველაზე მთავარი რაც არის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ეკოლოგიური ასპექტი არ არის კარგად ასე ვთქვათ დაგეგმილი და განჭვრეტილი და დამარწმუნებელი, რომ ესე იგი მთავრობის მიერ ამ პროექტის განხორციელებას მე პირადად მხარი დაუჭირო ან სხვა მოქალაქეებმა, ხომ? საერთოდ ერთი ცნობილი გამოთქმა არის, რომ თუ რაღაც საქმის პროფესიონალი ხარ, ხო, 8 წლის ბავშვის დარწმუნება უნდა შეგეძლოს იმაში, რასაც აკეთებ. თუ მას ვერ არწმუნებ, ესე იგი შარლატანი ხარ და არა პროფესიონალი და ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობა თუ ვერ ახერხებს ჩვენი რიგითი მოქალაქეების დარწმუნებას იმაში, რომ ამ პროექტს მართლაც მოაქვს ეკონომიკური სარგებელი, მართლაც არ არის ეკოლოგიისთვის დიდი საფრთხის მომტანი, მართლაც არ გამოიწევს 2000 ადამიანის გაუბედურებას ხაიში და მართლაც არ ემუქრება საფრთხე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სვანეთში და ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასაც არ ექნება საფრთხე, მაშინ კი ბატონო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ამაში ჩვენს დარწმუნებას ვერ ახერხებს და არასამთავრობო ორგანიზაციები პირიქით ჩვენს დარწმუნებას ახერხებენ ეკონომისტების პოზიცია მოვისმინოთ, მე გთხოვთ, რომ დარჩეთ სანამ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმენთ ბატონი ემზარის პოზიციას და გადაცემის ბოლოს მე კიდევ დაგვიბრუნდებით, იქნებ შეიცვალოთ მცირედით მაინც თქვენი მოსაზრება ეკონომიკურ კუთხეს გულისხმობთ და არა იმ ხარვეზებს, რომელიც დაუშვათ ამ სფეროში. მხოლოდ ეკონომიკურ კუთხეზე საუბარი და თანაც ბიზნესის სასახარო მე დამარწმუნოთ, მე მგონი ეს არ არის. მე უბრალოდ მინდა რომ მოისმინოთ, რამდენად იქნება არგუმენტები მყარი მისი მხრიდან. დიდი მადლობა დროებით დაგემშვიდობებით, ბატონო ემზარ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, თქვენ ალბათ ქალბატონ თამარს უსმენდით, მან საკმაოდ შთამბეჭდავად ჩამოაყალიბა და უბრალოდ სვანეთში განვითარებული პროცესები. ეკონომიკური სარგებელი ქვეყანას რეალურად შეიძლება ჰქონდეს ამ პროექტის განხორციელების სანაცვლოდ. თქვენზე გადმოვიდა და დაიწყებ ლაპარაკი. ბატონო ემზარ, გესმით ჩემი ხმა? ბატონო ემზართან ჩვენ ვერ ვახერხებთ დაკავშირებას, იმედია ტექნიკური ხარვეზი დროულად მოგვარდება, რის შემდეგაც უკვე დაუბრუნდებით, მანამდე კი ქალბატონ თამართან ვბრუნდები. ქალბატონ თამარ, მე მაინც მინდა დაუბრუნდე იმ ბლოკს, რომელთაც მე პირადად ვარ მოხიბლული. სამი მაგალითი ყავთ მოყვანილი. ჩვენ შეგვიძლია ძალიან მოკლედ ჩვენს მაყურებელსაც ამ სამი მაგალითის შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია, გაცლებით მეტი სურათი რო შეიქმნეს. სიცხადე შევიტანოთ ამ პროცესში თუ რატო გტკივათ თქვენ გული? კი, ჩემი სამი მაგალითი მოყვანილი მყავდა თურქეთიდან, ირანიდან და ერაყიდან. და აქვე მინდა აღვნიშნო ის, რომ საქართველოს მთავრობა ამბობს იმას, რომ ესე იგი ელექტროენერგიის შესაძლო ექსპორტი მოხდება თურქეთსა და ირანში და ამით მე ცოტა გაოგნებული დავრჩი ამით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე არ ვარ ამ საქმის პროფესიონალი და ბუნებრივია. შეიძლება მართლა ჭირდება თურქეთს და ირანს ეს ელექტროენერგია, თუმცა თურქეთს აქვს
უზარმაზარი პროექტი, რომელსაც ეწოდება GAP-ი და ათობით ჰიდროელექტროსადგური და კაშხალი აქვს აშენებული, მაგალითად ეუფრატსზე და ტიგროსზე, რომელმაც ძალიან სერიოზული პრობლემები შექმნა უკვე სირიაში და ერაყში და რომელიც განაპირობებს საბოლოო ჯამში იმას, რომ შუამდინარეთი, ანუ ისტორიული მესოპოტამია, თანამედროვე ერაყი რაც არის, დარჩება საერთოდ მდინარეების გარეშე. აგრეთვე მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ იგივე თურქეთის ტერიტორიაზე ამ კაშხლებს ეწირება უძველესი ქალაქები და სოფლები და აბსოლუტურად დრამატულად ცვლის ცხოვრებას ადამიანებისა. რა თქმა უნდა, სოფლიოში ბევრი ესეთი მაგალითი არსებობს და კრიტიკის ქარსისხლში არის ყოველთვის ასე ვთქვათ მოქცეული ეს საკითხები. ხან ბევრი მაგალითი არსებობს და თუ ამას გაითვალისწინებს მთავრობა, მიხვდება რომ ამ ჰესის მშენებლობა იქნება შეცდომა. დიდი მადლობა, მოდით ბატონ ემზარს მოусმინოთ. ბატონო ემზარ, ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს თუ არა ხაიშის ნაცვლად, იქ არსებული სოფლების და ისტორიული ძეგლების ნაცვლად ჰესის მშენებლობა, რომელზეც მთავრობა საუბრობს. პირველ რიგში აპრიორი მინდა აღნიშნო, რომ არ არის პრობლემა ინვესტორებსაც ველაპარაკე და მათ მხრიდანაც არ არის პრობლემა და არც მთავრობის მხრიდან არ არის პრობლემა. ეკოლოგების შენიშვნა გაითვალისწინონ ის შენიშვნები, რაც პროექტის მიმართ არის და ასევე უნებრივია მოეფერონ ადგილობრივ მოსახლეობას და ყველა მათგანის სათითაოდ ინტერესი გაითვალისწინონ. რას გულისხმობს მთავრობა ინტერესების დათვალისწინებაში? იმას გულისხმობს, რომ ცივილურ მიდგომას, ეკვივალენტურ ანაზღაურებას, მაქსიმალურად გათვალისწინებას სოციალური, ისტორიული, რელიგიური და თქვათ ესეთ საკითხების და ბუნებრივია კომპენსაციას რაც შეიძლება ამის სრული კომპენსაცია შეუძლებელია, გამორიცხულია სრულად იყოს კომპენსაცია და ადამიანური კუთხით და სოციალური კუთხით, მაგრამ შეიძლება იყოს თქვათ ფინანსურად გარკვეულად ესე თქვათ გათვლილი და ანაზღაურებული. რაც შეეხება ეკონომიკურ მოსარგებლიანობას მიიღებს თუ არა საქართველოს აქედან მხრიდან. მე პატრიცონ ჩვენს სტომარს, გაბატონ თამარს, მე აბსოლუტურად ემოციურად მისმისი, მაგრამ აქ ლაპარაკია, რომ არა მარტო სარგებლობას მიიღებს, ის უბრალოდ აუცილებლად ჭირდება ენერგეტიკულ სისტემას. ისა ჩვენი ენერგეტიკული სისტემა არის დეფიციტური, გაბატონ თამარს არასწორი ინფორმაცია აქვს, დღემდე რუსეთიდან ვახდენთ სერიოზული მოცულობით ენერგეტიკის რესურსების იმპორტირებას. ეს არის საკმაოდ უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია. რაც შეეხება შემდგომ მოგების მიღებას, ეს კიდე ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, საქართველოს მიიღებს სერიოზულ მოგებას, არა მარტო იმით, რომ თქვა ექსპორტზე გავა და საავტო ნაკადების შემოვა და უფასოდ ჩვენ არავინ არავის არ მოგზაურობს და არ იქნება ქალტონი თამარაზე საუბრობ და დაახლოებით გავს პოზიციაზეა ბევრი მოქალაქე. სწორედ მოქალაქის პოზიციიდან მოვისმენთ ჩვენ მისი მოსაზრება ამ ხესთან დაკავშირებით, თუმცა ოფიციალურად თუ მე არ ვწდები დაახლოებით 528 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება წყლით ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში. რა უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სარგებელი, რომელიც ამის შედეგად იქნება მიღებული და ეკონომიკაში შევა საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარჯები თუ ამ ტერიტორიის დაფარვა და დაზარალებული მოსახლეობა. ქვეყნისთვის არა მარტო მნიშვნელოვანია, მე ვიცი ახლა ჩემი სიტყვები ორს არ მოეწონება, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ხუდონის ელექტროსადგური. იმიტომ რომ ეს არის ბაზური ელექტროსადგური, ჩვენ ბაზური სხვა რამე ენგურგესის და ხუდონის გარდა არ გაგვაჩნია. აღლაპარაკია ენერგოსისტემის სიმყარეზე დამოკიდებულია ქვეყნის მომავალი. უბრალოდ აგლაპარაკი იმაზე კი არა, ეს როგორც ბიზნესი ცალკე აღებული პროექტი რა მოგებას მოიტანს. არამედ პირველ ერთი ვახსენეთ, რომ ის დეფიციტი რაც არსებობს საქართველოს ენერგეტიკაში, ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას განვითარდეს. შემდგომ მომავალი 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 5-6%-ითაც რომ გაიზარდოს ჩვენი ეკონომიკა, არა და 8% მინიმუმ უნდა გაიზარდოს, რომ ჩვენ სადღაც 20 წლის 2020 წლისთვის მივაღწიოთ სადღაც საშუალო ევროპული ქვეყნის დონეს, სადაც ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას ექნება დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები. ბატონო ემზარ, გასაგებია, მე ბოლოს შეკითხვა უნდა დაგისვათ თქვენ. ეს განცხადებები ამ დროისათვის უკაცრად ეს თუ არ თქვი და არ ექნება არაფერს აზრი, ამ დროისათვის ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 50-60%-ით მეტი ელექტროენერგია ვიდრე გვჭირდება დღეს. ამიტომ აქ ლაპარაკი მარტო მოგებაზე არ არის. ეკონომიკა უბრალოდ ვერ იარსებს, ეკონომიკა უბრალოდ ვერ განვითარდება. წარმოუდგენელია იმ ნიშნულის იმ ბენჩმარკის მიღწევა, რაც ჩვენ დავისახეთ, რომ ნებისმიერმა ქართველმა ოდნავ უკეთესად
საშუალო ევროპელის დონეზე იცხოვროს, თუ ჩვენ ენერგეტიკული ბაზაზე სიმყარე არ გვექნეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გასაგებია და ჩვენი საუბრის ბოლოს ხომ არ ფიქრობთ მაინც რომ დაუბრუნდეთ მთავარ საკითხს, რომ ვერ ხდება მოსახლეობის ინფორმირება სწორად, ვერ არწმუნებს მთავრობა, რომ აუცილებელია ამ ფესის მშენებლობა და კიდევ ერთი საკითხი, წინა საარჩევნოდ მთავრობის ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობა არ გაგრძელდებოდა ქვეყანაში. მე მინდა გითხრათ, რომ მე ვთქვი ეს თავიდანვე, მე შევხვდი ინვესტორებსაც და არის პრობლემები ურთიერთობის კომუნიკაციის. მე ვფიქრობ, არ არის არავითარი ბარიერი, არავითარი მიზეზი რისინი ერთმანეთს არ დაელაპარაკონ. ის რაც გასასწორებელია ეკოლოგიის კუთხით, თუნდაც ინვესტორთან ხელშეკრულების კუთხით, თუნდაც ადგილობრივი მოსახლეობის კუთხით აუცილებლად უნდა გასწორდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს არც ხელის გადაგრეხვა, უნდა მოხდეს მხოლოდ დარწმუნება, უნდა მოხდეს მთლიან მასშტაბში, საქართველოს მასშტაბში ამის განხილვა. რა თქმა უნდა, აუნაზღაურებელია ეს ტკივილი. მე თქვენ გეტყვით, მე თვითონ ვარ გალიდან და დედაჩემი არის საბერიოდან, საბერიო ჩემი დედულეთია, სადაც ბაბუჩემი საფლავი 2 კილომეტრით გადაადგილდა მეწყერის გამო, სწორედ აი ენგურგესის მეწყერის გამო და მთელი სოფლები აიყარნენ თავის ძირძველი მიწებიდან, საფლავები დაიძირა, ეგ მონასტრები დაიძირა. მე ვიცი ეს რა ტკივილიცა პირადად ჩემი ოჯახის მაგალითზე ვიცი, მაგრამ ერთი რამეც ვიცი მეორე მხრიდან, რომ თუ არა ენგურგესი, თუ არა ხუდუნგესი, საქართველოს ეკონომიკას ნებისმიერი ქართველის უკეთეს მომავალ ჩვენი შვილების და ჩემი შვილიშვილების უკეთეს მომავალს არ უწერია ასრულება, ემოცნებას ასრულება არ უწერია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არც სვანეთია ჩემთვის შორეულია, ჩემი უახლოესი მხარეა და ჩემი საყვარელი მხარეა. მე ახლა ქვეყნის ბედიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა, რომ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. ქალბატონ თამარ, ხომ არ ფიქრობთ, რომ სერიოზული საუბრების შემდეგ, რომელიც გაგრძელდება, როგორც ბატონმა იმზარმაც აღნიშნა, მოსახლეობასთან შეხვედრები, რაღაც კონსენსუსამდე მივალთ და ძალიან მოკლედ რომ მითხრათ, რომ არ აშენდეს აღნიშნული ჰესი. საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული ადგილობრივების პროტესტი, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან უსამართლო იქნება, თუ ესე ჭრილში გადავიყვანთ საუბარს. პრემიერ-მინისტრმა ზუსტად ეს განაცხადა, რომ ეს არის ჩვენი მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ჩვენ ყველას გვაქვს უფლება ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოზე და ასევე კულტურულ მემკვიდრეობაზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა არის ჩვენი ყველას ვალდებულება. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური უფლება, რომელიც უფლებასთან ერთად ვალდებულებასაც გულისხმობს. და ეს არის ერთ-ერთი ისეთი უფლება, რომელიც გვეკუთვნის არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენს მომავალ თაობასაც. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბატონი ემზარი რასაც ბრძანებდა, ჯერ ესეთი ელექტროენერგიის იმპორტს რაც შეეხება რუსეთიდან, არ მგონია ეს სწორი იყოს, მაგრამ გასაგებია, რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ ირანზე, აზერბაიჯანზე და ესე შემდეგ. გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ საზღაური, ადამიანური, სოციალური, ეკოლოგიური იმდენად დიდია, რომ ეს არ არის პროპორციული